მექსიკაში, ბრაზილიასა და სომხეთში ელჩობის კანდიდატებს პარლამენტი მხარს უჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა. უკვე ამის შემდეგ სამივე ელჩი მოვალეობის შესრულებას შეძლებს, დანარჩენ კანდიდატებს კი 10 დეკემბრის სესიაზე განიხილავენ. ახალი ელჩები საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა წარუდგინა. მექსიკაში მალხაზ მიქელაძე, ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, სომხეთში კი თენგიზ შარმანაშვილი წარიგზავნება. კიდევ 8 ქვეყანაში ელჩების ვინაობა კვირის ბოლოს გაირკვევა. შვედეთში ელჩად, პოლონეთში საქართველოს ამჟამინდელი ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის, პოლონეთში კი სლოვაკეთში ყოფილი ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის დანიშვნა იგეგმება. გარდა ამისა, სლოვაკეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი წარიგზავნება, აზერბაიჯანში კი თეიმურას შარაშენიძე. ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს მისი მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, თავად ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს შვეიცარიაში დაიცავს. საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეში, სადაც გოგა გორგილაძის და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. თავარი მიმართულება არის, რომ ჩვენ ვახერხებთ დიპლომატიურ დაფარვის ზონას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლათინური ამერიკა და ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ურთიერთობა ამ მიმართულებით, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ლათინურ ამერიკაში ეს არის პირველი საელჩო და რომელიც ძალიან აქტიურად დაიწყებს იმაზე მუშაობას, რომ სხვა ქვეყნებშიც თანდათანობით ლათინურ ამერიკაში გაიხსნა ჩვენ დიპლომატიურ წარმომადგენლობა, ეს ვაპირებთ. რა თქმა უნდა, საქართველოს წარმოჩენის გაღრმავებას ამ ნახევარსფეროში, იმიტომ რომ ეს არის პირველი საქართველოს წარმომადგენლობა და შესაბამისად აუცილებლად იქნება ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ბრაზილიურ მხარესთან. ჩავთვალე, რომ ამ წინადადებაზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი და მართებული, ვინაიდან როდესაც საგარეო პოლიტიკის ასეთ სერიოზულ მიმართულებას განდობენ, აქ მერყევი პოზიცია არ არის სწორი. ეს არის სახელმწიფო საქმე, ეს არ არის ეს პოლიტიკურად ნეიტრალური საქმიანობაა, თქვენ გესმით. მე შევწყვეტ კიდევაც შევაჩერებ ჩემს ურთიერთობას ჩემს პარტიასთანაც და უნდა გადავერთო წმინდა ამ სახელმწიფოებრივ ურთულეს საქმეზე.